და ისიც დადგა თევზებისთვის ნანატრი პერიოდი გავშალოთ თევზებს რა გელოდებათ ზაფხულის თვეში არ დაგავწყვეთ გამოიწეროთ ჩემი გვერდი და დაალაიქოთ ვიდეო ზოგად ენერგიებს გეტყვით რომ ზაფხულის თვე საკმაოდ დამღლელი იქნება თევზებისთვის შეიძლება ფიზიკური ემოციური გადატვირთვა იყოს ბევრი საქმის ერთად კეთება შეიძლება მოგიწიოთ აი რამდენიმე საქმის რაღაცა მოქნილობის გამოჩენა ლავირების გამოჩენა ცოტა დიპლომატიის გამოჩენა ბევრ რაღაცას ერთობლივად ეჭიდებით შეიძლება თევზები და ცოტა დამღლელი პერიოდი იყო გადატვირთვა ხდება დიდი დოზით და თავს გაუფრთხილდით. რაც შეეხება, ისე რომ ვთქვათ, ფინანსური მხარე, არ გიჩვენთ ცუდი პირიქით ვიტყოდი, რომ ფინანსებში რაღაცა მოულოდნელი წარმატება შეიძლება იყოს, იღბალი, შანსი, გამართლება შემოვიდეს თქვენთან თევზებისთვის, აი წინსვლა გიჩვენთ თითქოს ბევრს იბრძვით და მე ამ შედეგს აღწევთო. ესე ვიტყოდი, აღიარება დაფასება კმაყოფილებაში გხედავთ. არის ერთი მომენტი, ალბათ უფრო ესე აგვისტოსკერო ცოტას ნერვიულობთ ფულთან დაკავშირებით და რაღაცას ფრთხილობთ და გეშინიათ გარისკვის და ნაბიჯების გადადგმის, ცოტა პრობლემური არის ამ მხრივ, ოღონდ ეს ბოლო პერიოდი ზაფხულის ბიწურულისკენ ამოვიდით. წინა პერიოდში გახსნილები ხართ საკმაოდ ლაღები პოზიტიურები. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, პირადში ვიტყოდი, რომ ახალი ურთიერთობები შეიძლება შემოვიდეს, შეიძლება ძველი ურთიერთობებიც განახლდეს ვიღაცებთან, თავს ასე თუ ისე ჰარმონიულად, ემოციურად, კომფორტულად, კარგად გრძნობთ, აქ რაღაცა სასიამოვნო შემოთავაზებები შეიძლება იყოს რაღაცა ესეთი. აი უფრო ფლირტის მომენტებია. თუ სერიოზულ ურთიერთობაში ხართ, პირდაპირ გეტყვით, რომ რაღაცა განსაკუთრებულ სახეს ეს ურთიერთობა არ იღებს, ან თუ უკვე იმყოფებით ურთიერთობაში, თუ არა ხართ, იქნება ურთიერთობა, როგორც გითხარით, ეს რა ცოტა ბავშვური, ცოტა პოზიტიური, გულწრფელი, მაგრამ არაფერი სერიოზული მოწონებები, რაღაცა შეხვედრა, პაემონის თემა, მაგრამ იქით არ მიდის. თუმცა შეიძლება ცოტა მოგვიანებით შემოდგომისკენ უფრო დაიძრას სიტუაცია და ცოტა მეტი სერიოზული სახეც მიიღოს, ოღონდ ჯერ არა. რჩევას რაც შეეხება თქვენთვის. იყავით გახსნილები, იყავით ღია და მიმღებები ურთიერთობებთან განსაკუთრებით ზოგადადაც, ასევე გაანაწილეთ პასუხისგებლობები და ტვირთი. ყველაფერს მარტო თქვენს თავზე და მხოლოდ საკუთარ თავზე ნუ აიღებთ და ითხოვეთ დახმარება, მიიღეთ დახმარება. ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი, რომ პოზიტიურად ეცადეთ, რომ იაზრონოთ, არ ჩაიციკლოთ ნეგატიურზე, უარყოფითზე, ცუდზე, რა დაიმახსოვრეთ, რა ფიქრებსაც გაუშვებთ, ის ფიქრები უკან ბრუნან მატერიალიზდება და რეალიზდება. ამიტომ ეცადეთ, რომ მეტი დადებითი ფიქრები და დადებითი ენერგიები გაუშვათ. პარტნიორულ ურთიერთობაში გირჩევდით, რომ შეგიძლიათ ესეთი შთაბეჭდილება მოახდინოთ სასიამოვნო პარტნიორზე, აღაფრთოვანოთ, მოხიბლოთ, გაიხსენით უფრო მეტად და არ ჩაიკეტოთ და არ იყოთ შეკრულები. ბალანსისთვის ისევ და ისევ დაალაიქეთ ვიდეო. მადლობა ყურადღებისთვის.